საღამო მშვიდობისა. დღეს შაბათია 9 საათი პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. პრობლემა დასაქმება. რა საფრთხეები არსებობს მაშინ, როდესაც ეძებს სამსახურს და რა უნდა გაითვალისწინო, რომ არ მოგატყუონ. გადაცემის ექსპერიმენტი ჩვენი ჟურნალისტი სამსახურის ძიებაში. ჩვენ გაჩვენებთ მოტყუებულ ადამიანებს. სქემები, რომლითაც სამსახურის მაძიებლებს ატყუებენ, ეგრეთ წოდებული დამსაქმებლები კი მდიდრდებიან. აი, ვიღაცა მიშას სჭირდება ოპერატორი და 300 ლარს უხდის. და 300 ლარზე ამიშა რამდენი უნდა გადაიხადოს? 50. ერთმა მათგანმა სამსახური იპოვა და კომპანიის ხელმძღვანელიც გახდა. მეორე კი შესაბამისი განათლების მიუხედავად წლებია უმუშევარია. ორი მხარე ვახოს ანაიას რეპორტაჟში და სტუმრების სტუდიაში. როგორ ვიშოვოთ სამსახური? დღეს ჩვენ გაჩვენებთ ორ მხარეს, დასაქმებული და უმუშევარი მოქალაქე. ორივე მათგანი ჩვენი სტუმარია. მათ დისკუსიას თუ როგორ შეიძლება საქართველოში სამსახურის პოვნა, ან პირიქით როგორი ძნელია ამის გაკეთება, ოდნავ მოგვიანებით პირდაპირ ეთერში მოისმენთ. მანამდე კი ამ პრობლემის სხვა მხარეს გაჩვენებთ. საქართველოში ბევრი ადამიანი დილით იმის იმედით იღვიცებს, რომ სამსახურს იშოვის. ადამიანები სამსახურს ეძებენ გაზეთებით, ინტერნეტით, ნაცნობ მეგობრების საშუალებით, პირდაპირ დაწესებულებებში სტუმრობით, ტელეფონით და ასე შემდეგ. მაგრამ დამეთანხმებით სამუშაოს პოვნა არც ისე ადვილია. აქ ბევრი პრობლემა არსებობს. სამუშაო ადგილების არასაკმარისი რაოდენობა, არაკომპეტენტურობა და სხვა. ამასთან არსებობს კომპანიები, რომლებიც პირდაპირ თავად ეძებენ დაუსაქმებელ მოქალაქეებს, სარგებლობენ არსებული ვითარებით და დაუსაქმებელი ადამიანების გამოყენებით ფულს შოულობენ. არსებობს მრავალი სქემა, რომლის მიხედვითაც სამსახურის მაძიებელს მაღალ ხელფასს პირდებიან, ოღონდ სანაცვლოდ მანამდე რამდენიმე ათეულ ლარს ართმევენ. საბოლოოდ უმეტეს შემთხვევაში ეს ყველაფერი დაუსაქმებელი მოქალაქეების მოტყუებით მთავრდება. საქართველოში ნებისმიერი გამოკითხვა აჩვენებს, რომ უმუშევრობა ნომერი პირველი პრობლემაა. ახალი სამსახურის მოძებნა მოქალაქეების მთავარი საზრუნავია. ბოლო მონაცემი ჩვენ გვაქვს 2009 წლის, როცა უმუშევრობა შეადგენდა 6.9%. იმას გულისხმობს, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დაახლოებით 6.9% დაახლოებით 9% არის უმუშევარი. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობაში იგულისხმება 15 წელზე ასაკზევით მოსახლეობა ნებისმიერი ასაკისა და რა თქმა უნდა განურჩევლად სქესისა. უმუშევართა არსებულმა დონემ დასაქმების სააგენტოების მომრავლება გამოიწვია. მომრავლდა ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებმაც პირდაპირ ნადირობა დაიწყეს უმუშევრებზე, ძირითადად კი სტუდენტებზე. საქართველოს ქალაქებში ძალიან ბევრგან შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ახალგაზრდებს სამსახურში იწვევენ. რა თქმა უნდა, საქართველოშიც კრიზისის შედეგად გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით საბანკო და სამშენებლო სექტორიდან გამონთავისუფლდნენ საკმაოდ დიდი ოდენობის ადამიანები. ამ სექტორიდან, მხოლოდ ამ ორი სექტორიდან 5000-ზე მეტი ადამიანი გამონთავისუფლდა სამსახურიდან, თუმცა საქართველოს სხვა ქვეყნებისაგან ისიც განასხვავებს, რომ კრიზისის დაწყებამდე 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესია ჰქონდა, საიდან გამომდინარეც ასევე ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. ჩვენმა გადაცემამ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. სამსახურის მოძებნის მიზნით ინტერნეტით მივაგენით რამდენიმე ისეთ კომპანიას, რომლებიც მოქალაქეებს საკმაოდ მომხიბვლელ სამსახურს თავაზობენ. სატელეფონო საუბრისას ირკვევა, რომ თავიდან გარკვეული პირობების შესრულებაა საჭირო. ალო? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ქალბატონი ვენერა მინდოდა? განცხადება ნახე ინტერნეტში დასაქმებასთან დაკავშირებით. იგენაცვალე. თქვენი სპეციალობა და ასაკი? ბიზნესის მარკეტინგზე ვსწავლობ 21 წლის ვარ. ძალიან კარგი, ჩემო-კარგო, შესანიშნავია. ეს არის რიგითის სამსახურით, ეს არის ასისტენტის და ეს არის ხელმძღვანელი. აქ არის გასაუბრება ორეტაპიანი და აი იქ შეგვიძლია ვისაუბროთ და მიიღოთ ჩემს საჭირო ინფორმაცია. გასაგებია. თან ხო არ დამჭირდება რამე რომ თან წამოვიღო?
იცი რა, თუ კი გაერკვევი დათო, თანხა რაღაც დიდი არ არის, 15 ლარია, თუ კი შენ კომპანიისთვის მისაღები პირი იქნები, ან პიროვნება იქნები, რომ მოისმინო 4 ლექცია ტრენინგი, რომელიც ამათ კი არა მეტად ღირს. აჰა, გასაგებია. გარანტირებული იქნება სამსახური? აუცილებლად. ხელფასი რამდენი იქნება დაახლოებით? ხელფასი მოჭრილი არ იქნება, ჩემო კარგო. ეს არის მზარდი პროცენტული. ვერ მოგატყუებ, რომ მოჭრილი იქნება, მაგრამ მუშაობის დაწყების შემდეგ როგორ აწყობს სამსახურს იმაზეა. თავიდან რამდენი იქნება დაახლოებით, მაინც რო ვიცოდე? თავიდან სანამ შესწავლა უნდა ყველაფერი. შესწავლა ეტაპზე უნდა ნამდვილად დათო, ვერ მოგატყუებ. ვერ გეტყვი როგორ ამუშავდები, როგორ იმუშავდები. ჩემზე იქნება დამოკიდებული რამე? აუცილებლად. ერთი დავალება კომპანია აძლევს დავალებას. ერთი მარკეტინგი. всё, გადარჩენი წმინდა საოფისე საინფორმაციო სამსახური. ტელეფონზე საუბრისას გაირკვა. იმისთვის რომ დასაქმების შანსი ქონოდა, თანხა წინასწარ უნდა გადაგვეხადა. მაგრამ ამ შემთხვევაში სანაცვლოდ ვერანაირ გარანტიებს ვერ ვიღებთ. შემდეგ ჯერზე ჩვენი გადამღები ჯგუფი პირდაპირ მივიდა ერთ-ერთ მისამართზე. ისე რა უბრალოდ ის მაინტერესებთ. საქმის კურსი რო იყო უბრალოდ. რა გაინტერესებთ? ანუ როგორ ასაქმებთ ხალხს პრინციპი? როგორ ასაქმებთ ჩვეულებრივად? მოდიან ხალხი, რომლებიც ითხოვენ ამა თუ იმ საქმეს, ხო? ყავს დამკვეთები, რომლებსაც სურთ ესეთი კადრები და ვაკავშირებთ ერთმანეთთან. აი, თქვა მე მინდა სამსახური და მოვედი. აი, პრინციპი მაინტერესებს. იმას კონდიმატ ესეთ მე მინდა სამსახური. მივდიოდი რაღაც გარკვეულ. ეხლა უფასოდ არაფერი არ ხდება, ხო? ჩვენც მუშაობთ, ჩვეულებრივად მუშაობთ. 5 ლარი არის გადასახდელი. აი ამით გარანტია ეძლევა თქო მომისმინე გენაცვალე ჩვენ გარანტირებულ ვაკანსიას ვთავაზობთ ნამდვილ გარანტირებულ ვაკანსიას და იქ რომ მივლენ ხო იქ რომ მივლენ შეიძლება გარეგნობით არ მოეწონონ და არა იყვანო ეს ჩვენი პრობლემა აღარ არის უკვე ეს რომ არის პრობლემა და არა მხოლოდ საქართველოში და სთავაზობენ სამსახურებს არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში არამედ საზღვარგარეთაც ესეთი ამბავი ხდება ამიტომაც ხშირად არის ხოლმე მოწოდება რომ ვიყოთ ფრთხილად არ გავხდეთ ტრაფიკინგის მსხვერპლი არ გავხდეთ მსხვერპლი წავიკითხოთ იმაზე რაზეც ვაწერთ ხელს და ამაზე ხელისუფლებას ერთგვარი კამპანიაც ჰქონდა აგებული რომ ამ ადამიანებისთვის მკაფიო ყოფილიყო რომ ერთი მხრივ რაღაცა კარგ შემოთავაზებამ შეიძლება საერთოდ დაღუპოს და გააღარიბოს კარგ შემთხვევაში და ცუდ შემთხვევაში ვიღაცის მონატაქციოს ადამიანი. აღმოჩნდა რომ არსებობს რამდენიმე სქემა რითიც ასეთი ტიპის დამსაქმებლები მოქმედებენ. ისინი გარკვეული ტრენინგის სანაცვლოდ მუშაობის დაწყების მსურველებს ართმევენ ფულს და შემდეგ ისეთ პირობებს ქმნიან რომ ეს მოქალაქეები თავად ტოვებენ ამ ორგანიზაციას. ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა საკუთარი ვინაობის გამხელა არის სურვა, თუმცა სქემის შესახებ მოგვიყვა. უნდა გადამეხადა 25 ლარი. ეს 25 ლარი იყო გადასახადი საშვისთვის და კატალოგისთვის. ეს არქმევდნენ როგორც მენეჯერის სასტარტო პაკეტი დაახლოებით ესე ერქვა და გადავიხადე ეს 25 ლარით. შემდეგ დამიბარეს ტრენინგებზე. ამ ტრენინგების დამთავრების შემდეგ მითხრეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამიყიდა 600 ლარის პროდუქცია და თუ გავყიდით 600 ლარის პროდუქციას იმ დღესვე, ან მეორე დღეს გამიფორმებდნენ ხელშეკრულებას და ამიყვანდნენ შტატში. აღმოვაჩინა, რომ ეს არ არის, რაც მე მჭირდება. ანუ სულ სხვა შემოთავაზება იყო და აღმოჩნდა, რომ სულ სხვა პირობებს გთავაზობდნენ ამ კომპანიაში. ეს კი უკვე სხვა დაწესებულებაა. აქ კარგად ისმის თუ რის სანაცვლოდ პირდება დამსაქმებელი ორგანიზაცია უმუშევრებს სამსახურს. შემთხვევაში გადასახდელია. აქ ჩაიწერება 40 ლარი არის მინიმალური. მინიმუმ 40 ლარი არის გადასახდელი. ხო მოხვალდა იქ რომ დასაქმი რამდენი გაქვს ხელფასი რა ანაზღაურებაზე შეტანხმდი. არა იქ წარმოებაში ხო გვიჭირ ასე მაგალითად აი ვიღაცა მიშას სჭირდება ოპერატორი და 300 ლარს უხდის და ამ 300 ლარიდან ამ მიშამ რამდენი უნდა გადაიხადოს 50 ლარი არსებობს მოსაზრება რომ ასეთ დამსაქმებლებს ის უწყობს ხელს რომ არ არსებობს შრომის ბირჟა ისმის შეკითხვა ეწევიან თუ არა ეს ორგანიზაციები თაღლითობას რეპორტაჟის ავტორებს ამ შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ შედეგი გაჩვენოთ შედეგი კი ასეთია: მოქალაქეთა დიდი რაოდენობა მოტყუებული რჩება და უსაქმებელმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებსაც თუ მიენდობი რამდენიმე ათეულ ლარს დაკარგავდა კვლავ უსამსახუროდ დარჩები.
ეხლა, როდესაც სოციალური ფონი ესეთი მძიმეა, როდესაც უმუშევრობა საკმაოდ მწვავე თემაა საქართველოში, ეს აქტუალური საკითხია და რიგით აღლითები ამით ხელს ითბობენ, ადამიანებს პირდებიან სამუშაოს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. ხშირ შემთხვევაში ხდება დაუშვათ ზეპირად გარიგება დაუშვათ რაღაც გარკვეულ თანხაზე, თვიურ სამუშაოსთან დაკავშირებით და ვინაიდან ზეპირი ხელშეკრულება ეს არის ზეპირი ხელშეკრულება და ჰაერში ნათქვამი სიტყვები, ეს სიტყვები ასევე ჰაერში რჩებოდა. ყველგან შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამსახურს გვთავაზობენ, მაგრამ სანამ ფულს გადაიხდიდეთ, კარგად უნდა გაიცნოთ თუ ვინ არიან ეს დამსაქმებლები და გაიგოთ ისიც თუ რაში იხდით ფულს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც სამსახურს იშოვით და ფულსაც დაკარგავთ. ჩვენ გაჩვენეთ სქემა, რომლითაც შეიძლება ადვილად მოგატყუონ და რამდენიმე ათეული ლარიც დაკარგოთ. მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლითაც მართლაც შეიძლება სამსახურის მოძებნა. ის რომ უმუშევრობა სერიოზული პრობლემაა, ეს ყველასთვის ცნობილია. ახლა ჩვენ ცოტა სხვა კუთხით გვინდა ამ პრობლემაზე ვისაუბროთ. მოცემულ ვითარებაში სად, როგორ და რა გზებით შეიძლება გავხდეთ დასაქმებული და რა მოგვეთხოვება იმისთვის, რომ სამსახურში მიგვიღოთ. ჩვენი რესპონდენტები ორ ნაწილად იყოფა. ისინი, რომლებიც ეძებდნენ და იპოვეს და ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველანაირ პირობას აკმაყოფილებენ, ცდელობაც არ დაუკვლიათ, მაგრამ მაინც უმუშევრები არიან. როგორ ვიშოვოთ სამსახური? ეს ის კითხვაა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის საქართველოში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიღებული განათლება პრაქტიკულად გამოვიყენოთ და არ მოგვატყუონ? სამსახურის მოსაძებნად რამდენიმე საშუალება არსებობს. დავიწყოთ პრესით, სადაც ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იბეჭდება. ნებისმიერ ჯიხურში შეგიძლიათ ასეთი გაზეთი შეძენა. შემდეგ ინტერნეტი, სადაც ათეულობით საიტი არსებობს იმისთვის, რომ სასურველი ვაკანსია მოძებნო. პირველი და უმარტივესი წესი ისაა, რომ არარეალურ დაპირებებს თავი უნდა აარიდოთ. თუ კი კომპანიის მიერ დაწესებული მოთხოვნები და სავარაუდო ხელფასი ერთმანეთს არ შეესაბამება, ვაკანსია არ ცხირს განსახილველად. ურჩევ იმათ, ვინც ეძებს სამსახურს, პირველ რიგში ეძებონ თავისი სპეციალობიდან გამომდინარე, უკვე მერე გადავიდნენ რაღაც სხვა მიახლოებულ სპეციალობებთან, ეძებონ ისეთ კომპანიებში, რომლებიც მეტნაკლებად ცნობადია, რომელიც თუნდაც მოთხოვნებიდან გამომდინარე, ის მოთხოვნები არის რეალური და არის მიახლოებული პოზიციასთან, ახლა გამოცდილება იქნება იქ თუ რაღაც სხვა უნდა იყოს მიახლოებული იმასთან, რაც შენ გსურს. აქედან გამომდინარე, უკვე როდესაც კომპანიაც ცნობადია, მოთხოვნებიც ნორმალურია, უკვე შეიძლება იქ გაგზავნას CV-ს და შერჩევა და სამომავლოდ გასაუბრების გავლა იქნება ტესტირების დაწერაც, თუ რაც. თუ კი მოძებნით საკუთარი პროფესიის შესაბამის ვაკანსიას, უნდა გაითვალისწინოთ კომპანიის რეპუტაციაც. კომპანია თუ თქვენთვის ახალია და უცნობი გაარკვიეთ, რამდენად სანდოა იგი, როდის დაარსდა და რა არის მისი საქმიანობის სფერო. თუ კი ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, ინტერნეტში აღმოჩენილი ვაკანსია შესაძლოა თქვენი მომავალი სამსახური გახდეს. რამდენჯერმე მქონდა გაგზავნილი აპლიკაცია ინტერნეტ საიტზე თუ იყო რამე ვაკანსია გამოცხადებული და შემდეგ აქაც ჩვეულებრივად ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე ვნახე, რომ ცხადდებოდა ვაკანსია, შესაბამისად დავაგზავნე მოთხოვნილი დოკუმენტები, გავიარე რამდენიმე ინტერვიუს პროცედურა და ამიყვანეს, მაგრამ არის ხშირად შემთხვევები, როდესაც სამწუხაროდ ვერ შეულობენ იმ სამსახურს, რა განათლებაც აქვთ მიღებული უმაღლეს სასწავლებელში და უკვე ცდილობენ რამე უფრო სხვა სამსახურის შოვნას. სამსახურს თუ დაკარგავ, ემოციებს არ უნდა აყვე და კარგად გააცნობიერო ის მიზეზები, რის გამოც დაკარგეს სამუშაო. რეალურად უნდა შეაფასო შენი შესაძლებლობები და გაარკვიო, რა შეგიძლია და რა გამოგივა უკეთესად. გაარკვიო ის თუ რა სფეროებშია ყველაზე დიდი მოთხოვნა და იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც შენ აკმაყოფილებ. მზად უნდა იყო იმისთვისაც, რომ საკუთარ თავზე იმუშაო. ახალი სამსახური არ უნდა იუკადრისო და პროფესიულ გაზრდაზე იზრუნო. ძალიან უნდა მოინდომო და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. შემდეგი კომპონენტია დამსაქმებელთან საკუთარი თავის წარმოჩენა. გასაუბრება ერთ-ერთი გარდაუვალი ეტაპია, რომელიც სამსახურის ზებნის პროცესში აუცილებლად გელოდებათ. თქვენ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ აღწერისთვის ყოველთვის უნდა იყოთ მზად. თავარი კითხვები, რასაც პოტენციური დამსაქმებლები სვამენ, თქვენს წინა გამოცდილებას და პროფესიონალიზმს უკავშირდება. არასდროს არ უნდა აარიდოთ თავი კითხვას, როგორი პირდაპირიც არ უნდა მოგეჩვენოთ. ამ კითხვების მიზანია თქვენი დაინტერესების წარმოჩენა. ასევე თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ გაქვთ ლიდერობის უნარი. არასდროს დაუპირისპირდეთ ინტერვიუერს და იყავით დიპლომატი გასაუბრების დროს. გაეცით პასუხი მხოლოდ იმ კითხვას, რაც დაგისვეს.
to improve your chances of getting the job you really want. ინტერნეტით სარგებლობა ყველას არ შეუძლია, მაგრამ იმავე ფუნქციას ასრულებს ჟურნალ გაზეთებიც, სადაც განცხადებები იბეჭდება. წესები იგივეა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამსახურის შოვნა ადვილია. პირიქით, ძალიან ძნელია და თქვენ ამ სიძნელეებისთვის თავიდანვე უნდა იყოთ ფსიქოლოგიურად მომზადებული. საქართველოს პატარა ქვეყანაა და ძალიან ბევრი რასაც ვერ აკეთებს ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების საშუალებები, დაუშვათ ინტერნეტი, პრესა და ასე შემდეგ, სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ეს კეთდება ნათესაურ ან მეგობრულ ან ახლობლურ დონეზე და შესაბამისად, როცა არ არის ინფორმაცია ფართოდ გავრცელებული, იმ ადგილებზე ხდებიან ისინი, ვინც ინფორმაციის წყაროსთან უფრო ახლოს არიან. ეს შეიძლება მათი ნათესავიც იყოს, მეგობარიც იყოს. შერჩეულ კომპანიაში მხოლოდ სატელეფონო ზარის საშუალებით პირობების გარკვევა ხშირ შემთხვევაში არაა საკმარისი. არც საკუთარი მონაცემის გაგზავნაა სამსახურის პოვნის გარანტორი. აქ თავს იჩენს ის ფაქტიც, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი ბრძანდებით შრომის ბაზარზე. მხოლოდ უმაღლესი განათლება არ არის დასაქმების გარანტია. შესაძლებელია ადამიანს კარგი ვიწრო პროფესიული განათლება ჰქონდეს და სხვაზე მეტი შემოსავალი მიიღოს. ჩვენი ნამდვილად ამოცანა როგორც სამინისტროს ისე სახელმწიფოსი არის კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება როგორც შიდა ბაზრისთვის, ისე გარე ბაზრისთვის, მათ შორის პროფესიულ სფეროში. დღეს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ათვიცნობიერებს, რომ ისეთვის რომ იყოს დასაქმებული, არ არის სავალდებულო, რომ მიიღოს აკადემიური განათლება. განათლების მიღება შეიძლება როგორც პროფესიულ სექტორში და რაც თავარია შეიძლება მიიღო ხარისხიანი განათლება უფრო მოკლე ვადაში და უფრო მალე მოძებნო ბაზარზე სამუშაო ადგილი, რომელიც შესაბამისად იქნება ანაზღაურებადი. დასაქმების სააგენტოების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ბოლო წლის განმავლობაში ვაკანსიების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო სამსახურის მაძიებელთა რიცხვი გასამაგდა. კრიზისის დროს გამოიკვეთა, თუ რომელ პროფესიებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა. მაგალითად, მზარდი უმუშევრობის ფონზე კვლავ მაღალია მოთხოვნა კონკრეტული ტექნიკური თუ სპეციალიზირებული განათლების მქონე ადამიანებზე. საკმაოდ ბევრი პროფესია ასეთი მოთხოვნილი, მაგრამ მე შემიძლია გამოვყო რამოდენიმე, ერთი მაგალითად ოფის მენეჯერები, გაყიდვების მენეჯერები, მარკეტოლოგები და გარდა მაგისა კიდე რამოდენიმე პროფესია, თუნდაც მებათქა შემოდი, ასე ვთქვათ, არის ისეთი ტექნიკური პროფესიები, რასაც ეწოდება, ესეთი ტიპის იმაზეც არის მოთხოვნა. არსებობს პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც მსურველთა გადამზადებით არიან დაკავებული. მსურველთა რაოდენობაც არც თუ ისე ცოტაა. კვალიფიკაციის ამაღლება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ სამსახური იშოვოთ და შემდგომში შეინარჩუნოთ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ უმუშევრობის ასეთი მაჩვენებლის ფონზე საკმაოდ კონკურენტულ პირობებში გვიწევს ცხოვრება. ორგანიზაციებმა, რომელთაც ჭირდებათ ჩვენი მიერ გამოშვებული სპეციალობებით ადამიანები, შეუძლიათ ჩვენს მონაცემთა ბაზაში შევიდნენ, შეარჩიონ ეს ადამიანები და შემდეგ აიყვანონ, თუ კი მოეწონებათ, აიყვანონ სამსახურში. ანუ გარდა იმისა, რომ ვასწავლით ხელობას, თქვათ, იღებენ სპეციალობებს, კიდევ ეხმარებით დასაქმებაში. იმისთვის, რომ იშოვოთ სამსახური, მთავარია დიდი მონდომება, განათლება, სწორად შერჩეული პროფესია, მაღალი კვალიფიკაცია და იღბალიც. ჩვენ გადავდივართ სტუმრების ბლოგზე. დღეს გვყავს ორი სტუმარი, ორი რესპონდენტი გადაცემაში. რამაზ ქუთათელაძე, რამაზ მოგესალმებით. რამაზი არის ადამიანი, რომელიც უკვე წლებია ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერ პოულობს ამ სამსახურს და ქეთი მეფარეშვილი, რომელიც ასევე იყო ერთი პერიოდი ისეთ მდგომარეობაში, როგორც არის დღეს, რამაზი ეძებდა სამსახურს და მან იპოვა ეს სამსახური. მოდი დავიწყოთ ქეთისგან, მაშინ ქეთი, თქვენ რამდენიმე სამსახური იშოვეთ ამ ძებნის პერიოდში. მოგვიყევით, როგორ მოახერხეთ ამის გაკეთება? მოგესალმებით ვახო, მე უკვე 5 წელია, რაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა მიკავია სამ სხვადასხვა კომპანიაში და დღემდე ამ პოზიციას ვინარჩუნებ. ყველა მათგანი ვიპოვნე კონკრეტულად ერთი დასაქმების საიტის მეშვეობით. და არ გაგიჭირდათ, იცით რა არის, ძალიან ხშირად არის და გაიგონებთ და დღეს მე მგონი რამაზისგანაც გავიგონებთ ამას, რომ ეძებს სამსახურს, გააქვს ადამიანის კომპეტენცია, მაგრამ მაინც ვერ შეულობ ამ სამსახურს. თქვენ როგორ მოახერხეთ, რითი
შესძელით ის რომ დაგერწმუნებინათ თქვენი დამსაქმებელი რომ აიყვანეთ სამსახურში. კი, რა თქმა უნდა, ვახო, დაგეთანხმები, რომ ნამდვილად რთულია, მით უმეტეს დღესდღეობით საკმაოდ იმატებს კონკურენცია HR ბაზარზე, მაგრამ აქ უკვე მთავარი არის თუ რამდენად კარგად მიაწვდი შენ საზოგადოებას შენ თავს. ანუ მთავარი არ არის მხოლოდ სამუშაო სტაჟი და ჩამონათვალი უნივერსიტეტებისა, რომელიც დამთავრებული აქვს ადამიანს. აქ უკვე მთავარი არის თუ რამდენად მორგებული ხარ სიტუაციას და საჭირო ადგილას, საჭირო მომენტში აღმოჩნდები. კარგით, რამასთან მექნება შეკითხვა, რამას თქვენ ვერ მოახერხეთ, რომ საჭირო ადგილას, საჭირო დროს აღმოჩენილიყავით, ან წარმოგედგინათ თქვენი თავი, ისე მოკლედ ერთი სიტყვით მე გთხოვთ პასუხს ქეთის ნათქვამზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად გონია რომ ის რაც თქვა ქეთი, თქვენ პირდაპირ გეხებათ. ნუ მე ქალბატონ ქეთევანს ვერ დავეთანხმებოდი, რომ საკმარისია მარტო ის რომ იყო საჭირო ადგილას, საჭირო დროს. აუცილებელია, ასე ვთქვათ, განათლებაც გქონდეს შესაბამისი, რადგან რეალურად ადამიანი ფასდება მისი პროფესიონალიზმით, დღეს ექცევა ამას დიდი ყურადღება ძალიან, პროფესიონალიზმს ექცევა ყურადღება, ექცევა განათლებას ყურადღება, დასავლური განათლება არის პრიორიტეტი დღევანდელ დასაქმების ბაზარზე, ასე ვიტყოდი და მე მაქვს სრულიად ქართული განათლება, ამჟამად მაგისტრატურაზე გახლავართ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ბაკალავრიატი მაქვს დამთავრებული ტექნიკურ უნივერსიტეტში და რადგან მე არ მაქვს სამსახური, არის დამსახურება იმისა, რომ მე მაქვს სრულებით ქართული განათლება. აი თქვენ რა პროფესიის ხართ რამას და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გეშოვათ სამსახური? თქვენ ხომ არ დააკელით მცდელობა ან აი არ ვიცი, მოკლედ ერთი სიტყვით მე ვიცი რომ თქვენ ხართ უმუშევარი და რატომ ვერ იშოვეთ სამსახური? რას აბრალებთ თქვენ? მარტო ქართ იმას რომ საქართველოში მიიღეთ განათლება? მე ვიცი ადამიანები რომელთაც მიიღეს საქართველოში განათლება, მაგრამ დასაქმებული არიან და ძალიან კარგ თანამდებობებზეც მუშაობენ. დავაკელი მცდელობა უპირველეს ყოვლისა ამას აღნიშნავ, რომ ეს არის ფარდობითი ცნება, ანუ ვერ გავიგებთ ვინ როგორ ეცადა და მე როგორ ვეცადე. მაგრამ მე ვცდილობ უკვე 3 წელია დავსაქმდე. ვცდილობ ყოფილ ვარ ტესტირებებზე, ყოფილ ვარ გასაუბრებებზე, ჩემთან უნივერსიტეტშიც მოუტანიათ, ასე ვთქვათ, ტესტირების საკონკურსო ნიმუშები, რომ ვთქვათ, იყო ესეთი შემთხვევა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა და პრაქტიკანტები და მთელი ამ სტუდენტების მასშტაბით განახორციელა ეს, ასე ვთქვათ, სელექციის პროცესი. მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ დასაქმებას, რამე თუ ძირითადად HR-თან გასაუბრების დროს, აი რომ წარმოვადგენ ამ ჩემ განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატებს, დიპლომებს, რომ მაქვს აი ტექნიკური უნივერსიტეტის განათლება, აი ეს უკვე ვერ ჭრის. ერთია რომ ტექნიკური უნივერსიტეტის განათლება მაქვს, მაგრამ მეორე არის აი ეს ჩემი სპეციალობა, სახელმწიფო მართვა. სახელმწიფო მართვა, public administration უფრო უნდა იყოს გაგებული როგორც საჯარო მმართველობა და ხშირად კერძო სექტორი ერიდება ხოლმე ჩემს ასე ვთქვათ დასაქმებას და ჩემთვის ხელის მოკიდებას. გასაგებია, რამას კიდევ მაქვს თქვენთან შეკითხვები, მანამდე ქეთის მინდა მივმართო. ქეთი, თქვენ სად მიიღეთ განათლება? აი, რამას მაახსენო, მან საქართველოში მიიღო განათლება და ვერ იშოვა სამსახური ერთი. ბაკალავრიატი საქართველოში მაქვს დამთავრებული, მხოლოდ რაც შეეხება მაგისტრატურას, ეს იყო ორმაგი ხარისხის პროგრამა, ეს არის CSB-ს კავკასიის ბიზნეს სკოლა ახორციელებს გავს პროგრამას, ეს არის Dual MBA გრენობლის ბიზნეს სკოლასთან ერთად და ჩემი სპეციალობა არის ზოგადი მენეჯმენტი. თქვენ ფიქრობთ ქეთი რომ იმის გამო რომ აი საზღვარგარეთ ისწავლეთ, ეს იყო მთავარი დასაქმდით? არა, მე ნამდვილად არ შემიძლია ჩვენ სტუმარს არ დავეთანხმო იმაში, რომ რა თქმა უნდა დღესდღეობით ფასობს ის, რომ საზღვარგარეთ გაქვს მიღებული განათლება, სამუშაო სტაჟიც საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს გადმოცემული ძალიან კარგად სწორედ HR-თან გასაუბრებისას. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში პროდუქტები, რომელიც უნდა გაიყიდოს ბაზარზე. ხოლო თუ HR-ი ამ ყველაფერს ვერ დაინახავს, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისად არ იქნა ეს მიწოდებული. მე აქ საუბარი მაქვს თავად გადმოცემის უნარზე, თავდაჯერებულობის უნარზე, კომუნიკაციის უნარზე, რაც ამერიკელთან მკვლევარების დასკვნით უკვე 70%-ია ვერბალურ კომუნიკაციის დროს. მოდი, დავაზუსტოთ ასეთი რაღაც. თქვენ რისი წყალობით მოხვდით
სამსახურში რისი წყალობით დასაქმით, იმით რომ თქვენი პიროვნული თვისებებით რა იყო გადამწყვეტი მაინც თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ ყველაფერი ერთად, თქვენი განათლება უცხოეთში მიღებული, ასევე პიროვნული თვისებები, ეს ამ ყველაფერმა ერთობლივად განაპირობა თუ გადამწყვეტი მაინც სხვა რამ იყო? რა თქმა უნდა, ვახო, ეს არის სამი უმთავრესი კომპონენტი. ეს არის განათლება და სტაჟი, რაც რა თქმა უნდა არის საყურადსაღებო. მეორე, ეს არის პიროვნული თვისებები, ანუ რამდენად კარგად გადმოსცემს ის ადამიანი თავის განვლილ ცხოვრებას, ასე რომ ვთქვათ, და მესამე ეს არის რაღაც ნაწილობრივი იღბალი კიდეც, რომ რაღაც მომენტში უნდა გწყალობდეს იღბალიც. აი, კეთი, თქვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ხართ, ბუნებრივია განწყობილი. აი, თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ რამას, ან რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ, როგორც დასაქმებულმა ადამიანმა? თან მით უმეტეს ასეთ მაღალ თანამდებობას მიაღწიეთ უკვე. მე რამას ნამდვილად ურჩევდი, რომ მას თავისი სამუშაო მოეძებნა თავის სფეროში, ანუ აქ საუბარია უფრო საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ვინაიდან სწორედ კონკრეტულად ახსენა რამაზმა, რომ შეპესე და შეზღუდული პასუხის საზოგადოება ან კერძო სექტორი სამწუხაროდ არ ეძებს საჯარო მოხელეებს და აქედან გამომდინარე მე მას ურჩევდი, რომ უფრო გაეღრმავებინა თავისი ცოდნა ამ სფეროში და საერთაშორისო ორგანიზაციები ნამდვილად დაინტერესდებიან მისი პიროვნული თვისებებით. გასაგებია, რა სიტყვით ამის შესახებ? იქნებ თქვენ არასწორი მიმართულებით ეძებთ სამსახურს? მოდი ვთქვათ ესე, რომ მე სამსახურს ვეძებ ყველა მიმართულებით. ყველა მიმართულებით, სადაც ჩემი შესაძლებლობების და ჩემი განათლების ბექგრაუნდის, მოდი ესე ვიტყვი, მჯერავს, რომ მე იქ ამ ყველაფერს გავაკეთებ. მაგრამ რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მე მომიწია საერთაშორისო ორგანიზაციასთან მუშაობა პრაქტიკანტად, ეს იყო USAID-ის საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამა, ეს იყო 2008-2009 წლებში. და რის შემდეგაც პროგრამა დაიხურა, ანუ ობამას ადმინისტრაციის შემდეგ ეს პროგრამა დაიხურა და მე ისევ უმუშევარი დავრჩი. ასევე იყო წითელ ჯვართან გასაუბრება მქონდა და ასე ვთქვათ, მე მგონი რომ კარგად გავესაუბრე, მე ასე მგონია დარწმუნებული ვარ რომ კარგად გავესაუბრე ქართველ HR-ს, მაგრამ აი ამერიკელმა HR-მა დამიწუნა. აი გასაუბრება ძალიან საინტერესო პროცესია ხოლმე. თუ და ზოგადად აი სამსახურის ძებნის დროს შეხვედრიათ თუ არა, ასე ვთქვათ, ჩაწყობები, ნაცნობობით დაუჩაგრი ხართ თუ არა ერთი სიტყვით ნეპოტიზმზე მინდა ვისაუბრო და აი რა სიტყვით ამას? მქონიათ მსგავსი შემთხვევები? მქონია, ამას ესე სააშკარაოზე დღესდღეობით ეს არავის გამოაქვს. შეიძლება ვიღაცა აწყობს რაღაცას, შეიძლება ვიღაცას ჩაგრავს, მაგრამ ფაქტი ერთია რომ მე ვარ დაუსაქმებელი და ვიცი ბევრი ადამიანი, ბევრი დასაქმებული რომლებიც ჩემთან კონკურენციაში სანამ დასაქმდებოდნენ, მანამდე დამარცხდებოდნენ წმინდა ინტელექტუალური ბაზის თვალსაზრისით, მაგრამ მათი შოვეს სამსახური. და აი მე 3 წელია ვარ უმუშევარი და შეიძლება ეს ალბათ ნეპოტიზმის ვრალიც არის. კეთი, თქვენ როგორ მიაღწიეთ იმ თანამდებობას, რომელზეც დღეს ხართ იმ პოზიციას? თქვენ მიხვედით ჩვეულებრივად უმუშევარი იყავით, იშოვეთ სამსახური და შემდეგ რაღაც მოკლე პერიოდში შესძელით, რომ ამ თანამდებობაზე ესე მაღლა ასულიყავით. ამ შემთხვევაში აი რამაზი საუბრობდა, რომ რაღაც სირთულეებზე. თქვენ შემთხვევაში არ იყო ეს სირთულეები? რა თქმა უნდა, ვახო, ეს არ არის პირდაპირ შემთხვევა, რომ მე მივსულიყავი სამუშაოს მაძებარი და პირდაპირ რა თქმა უნდა დავესაქმებინეთ. რა თქმა უნდა, მეც მქონდა ფრუსტრაცია, მეც მქონდა ისეთი შემთხვევები, როდესაც არაუყვანი ვარ სამსახურში, ეს იყო ნეპოტიზმის ბრალი თუ სხვა მიზეზები, ამას რა თქმა უნდა დღესდღეობით მე არ მაქვს საშუალება ამაზე ვისაუბრო, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ის, რომ ძალიან მოკლე ხანში დავარწმუნე დამფუძნებლები, დავარწმუნე ის ხალხი, პოტენციური დამსაქმებლები, რომ მე შევძლებდი ამ კონკრეტული საქმის გაკეთებას და ალბათ ეს იყო ის პირველი მიზეზი, რის გამოც მე 5 წლის განმავლობაში შევძელი სამი სხვადასხვა კომპანია მემართა. და თქვენ თქვით რომ ხართ აღმასრულებელი დირექტორი, ხო დღეს? დიახ. აი თქვენთან თუ მოდიან ხოლმე დაუსაქმებელი ადამიანები ან გასაუბრებაზე, ადამიანები, რომელსაც სურთ სამსახური და თქვენ რა პირობებს უყენებთ მათ? რა არის ძირითადი მოთხოვნა, რაც უნდა დააკმაყოფილოს ყველა?
ახო გააჩნია აქაც თვითონ თანამდებობას თუ არის რაღაცა ტექნიკური განხრით აბსოლუტურად სხვა მოთხოვნებია თუ არის უფრო კრეატიული თვალსაზრისით აბსოლუტურად სხვა მოთხოვნებია რა თქმა უნდა მეც მიმიღია სელექციის პროცესში მონაწილეობა ეს მეტად რთული პროცესია იმიტომ რომ აქ არ უნდა გამორჩეს პიროვნებას ის ნიჭი და ის უნარი რაც კომპანიისთვის შეიძლება სასიცოცხლოც კი იყოს კეთი მოდი წარმოვიდგინოთ რომ რამაზი თქვენთან მოვიდა სამსახურისთვის გასაუბრებაზე. Აი ამ შემთხვევაში თქვენ რამას რა კონკრეტულ პირობებს დაუყენებთ? ასე თუ ისე მის შესახებ შეგექმნათ შტაბ-ეშტილება მისი განათლების და კომპეტენციის შესახებ. თქვენ რა პირობებს დაუყენებთ მას? უპირველეს ყოვლისა ვკითხავდი თუ რა მიზანი გააჩნია მას ზოგადად თავის ცხოვრებაში, ანუ კონკრეტულად რას უმიზნებს, როგორ ხედავს ის საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ, ან თუნდაც 10 წლის შემდეგ, რა მიზნები გააჩნია ამ ცხოვრებაში. შესაბამისად, აქედან გამომდინარე შემეძლება უკვე დავასკვნა თუ რა მიმართულებით შეიძლება ამ ადამიანის განვითარება. მოდი გვითხრას რამაზმა ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნება მე მგონი. შევეცდები გავცე პასუხი ну რა მიზნები გამაჩნია ამ ცხოვრებაში ეს მგონი ძალიან ზოგადი თემაა და ალბათ უფრო მას უნდა აინტერესებდეს ქალბატონ ქეთევანს მის სფეროში რას გავაკეთებ ალბათ 5 წლის და არა პირად ცხოვრებაში. პირად ცხოვრებაში, ეს შეიძლება გასაუბრების ერთგვარი დასაწყისიც აღმოჩნდეს და თქვენ შეგიძლიათ ძალიან დამაჯერებლად მიმართოთ ეხა ქეთის. არ ვიცი, ხო შეიძლება მოხდეს ისე რომ მართლაც ერთჩვენიერ დღეს თქვენ მიხვიდეთ მის კომპანიაში და მიხვიდეთ გასაუბრებაზე. ну პირველ რიგში ჩემი მიზანი იქნებოდა რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი გამეკეთებინა იმ კომპანიისთვის და იმ ადგილისთვის სადაც ვარ. მე ჩემ თავს არ დავიშურებდი და არ დავზოგავდი ჩემ ძალებს, რათა უფრო მეტი და მეტი მოგება თუ ასე ვთქვათ, სარგებელი მომეტანა ამ ორგანიზაციისთვის, მაგრამ 5 წლის მერე სათხედავ ჩემ თავს ამ ორგანიზაციაში. აი ამაზე პასუხი არ მექნებოდა. ალბათ ეს არის ჩემი გამოუცდელობის ბრალიც. გასაგებია. ხო, კეთი რაღაცის თქმა გსურდა. კი, ნამდვილად, რამაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია, რამდენად შეგიძლია საკუთარ თავს ჩაუტარო პრეზენტაცია. აი შენ მოხვედი ჩემთან გასაუბრებაზე, მე არ ვიცი CV-ს გარდა შენს შესახებ არაფერი. გარდა იმისა, რაც შენ ისწავლე ბაკალავრიატზე, მაგისტრატურაზე, გაქვს ტრეინინგები გავლილი სხვადასხვა დაწესებულებებში. აი რა შეგიძლია შენ წარმოაჩინო საკუთარ ჩათვალე, რომ ეს არის რაღაცა პრეზენტაცია, ოღონდ პროდუქტი ამ შემთხვევაში ხარ შენ. აი რას მეტყოდი ისეც, რაც გარდა იმისა, რომ კი დანაპირები, რომ ყველაფერს შეძლებ, მაქსიმალურად იქნები ორიენტირებული საქმეზე, კი ეს ყველაფერი უკვე ბანალურია, მაგრამ განსხვავებულად როგორ შეგიძლია შენ შეფუთო შენი თავი? განსხვავებულად შევფუთავდი ჩემ თავს მაშინ, როდესაც გავიგებდი ცოტა უფრო მეც, ვთქვათ, თქვენ სფეროზე, სადაც ვაპირებ პირობითად მოსვლას. მაგრამ რაც შემეხება მე გავლილი მაქვს კურსები საერთაშორისო ეკონომიკის სკოლაში, AIESET-ში, სტატისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის. ეხლა ამჟამად გავდივარ ჯავახიშვილში კურსებს იგივე სტატისტიკაში, იგივე კვლევის მეთოდებში, ანალიზის მეთოდებში. და ასევე გავდივარ და ბაკალავრიატიდან უკვე ვამუშავებ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ფენომენს, რასაც ქვია რაციონალური არჩევნის თეორია. და რეალურად აი ამ საგნებიდან გამომდინარე, მე ჩამომიყალიბდა ისეთი აზროვნება და ჩამომიყალიბდა ისეთი ხედვა, რომ ხედავ ჩემ თავს, ასე ვთქვათ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ ნებისმიერ სფეროში, ბევრ სფეროში წარმატებულად, რომ მე შევძლებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობების სწორად განხორციელებას. მე პირადად ეხა შტაბ-ეშტილებამ რჩება, რომ მე პირადად გირჩევდით, რომ თქვენ მარკეტინგულ კვლევებში, აი კვლევით ორგანიზაციებში, ალბათ თუ სტატისტიკა კარგად გესმით და ფლობთ SPSS-ის ბაზას, მე ნამდვილად გირჩევდით, რომ თქვენ შეძლებდით მარკეტინგულ კვლევის ორგანიზაციებში დასაქმებას. გასაგები ფიქრიათ ამაზე რა თქმა უნდა ეს ჩემი რჩევა არის და აზრი ზოგადია მე როგორც ხვდები რამაზი მზად არის რომ თქვა არა მხოლოდ თავისი პროფესიის ყველა მიმართულებით ეძებს როგორც მან თქვა სამსახურს ხო მე ვფიქრობ რომ
ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მე არ ვიცი რამაზე მივა თუ არა ქეთისთან გასაუბრებაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ გადაცემაში, ასე ვთქვათ, მაყურებლისთვის საინტერესო იყო ალბათ თქვენი საუბარი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ორივეს. ქეთი მეფარიშვილი, ადამიანი, რომელიც იყო დაუსაქმებელი და დღეს არის ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, იყო ჩვენი სტუმარი და ასევე რამაზ ქუთათელაძე, რომელიც ჯერ კიდევ ეძებს სამსახურს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რამაზი იპოვის მალე ამ სამსახურს. დიდი მადლობა, დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს პირველ არხზე, რა თქმა უნდა, საღამოს 9 საათზე საინტერესო თემები. ნახვამდის. მე არა მარტო რაღაცას ვაწვდი მაყურებელს, არამედ ამ გადაცემის მომზადების დროს მე თვითონაც ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ. ჩვენს ფორმატში უფრო მეტი საშუალება, ანალიზი, ვიზუალური მხარე და საკითხის ირგვლივ სრულყოფილი კვლევა შესთავაზო მაყურებელს. ვცდილობთ დავინახოთ რა მოხდა სინამდვილეში. ჩვენ ისეთ თემებზე მუშაობთ, რომელიც არის ძალიან ექსტრემალური, ძალიან უჩვეულო ზოგადად ქართული ტელესიუჟეტისთვის. ჩვენ არ შემოიფარგლებით მხოლოდ საქართველოთი, ჩვენ ვამზადოთ ბევრ საინტერესო თემას უცხოეთიდანაც, რომელიც ისევ და ისევ უკავშირდება საქართველოს და მაყურებლისთვის, ეს ძალიან საინტერესო არის. თითოეულ დღეს, თითოეულ საათს და წუთს ჩვენ ვცხოვრობთ ამ თემით, ჩვენ ვცხოვრობთ ამ კონკრეტული პრობლემით. დავიკავეთ ჩვენი ნიშა, მე ვფიქრობ, სწორედ ანალიტიკით. როცა სთავაზობ ექსკლუზიურ თემებს, როცა აჩვევ მაყურებელს გააკეთოს ანალიზი